არისო არა. მანაც გამოცდილი მებრძოლის დაპირისპირება არის, სადაც ფევადა რა თქმა უნდა სიმაღლით უსწრებს სულაბერიძეს და ეს მასტის ძალიან უხდება, ზუსტად ესე დისტანციიდან გამოსდის ბრძოლა და უყვარს. ფევადიშვილს კარგი აი გამოსtildeებაზე რომ ლაპარაკობდი. მაგრამ ფევადიშვილს იმდენი ბრძოლა აქვს უკან შემოტრიალებული, რომ ეს ბრძოლა არ არის მოჩვენილი დაცემებულია. ძალიან საინტერესო სტარტი არის ამ ბრძოლის. ჭკვიანურად კლინჩი შევიდა ფევადა, გუნდსოებელის ხოჩახ. ურო მაგალი არ დაიხარ. ფეთქებადია როგორც ამ ყუმბარები აქვს ხელებში. პატარაა, მაგრამ მუშტი თუ შეგეხო აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ მებრძოლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმის განსასაზღვროა, თუ რამდენად ხარისხიანი და კარგი კლასის არის თუ რამდენად შეუძლია ადაპტირება ბრძოლაში. აი კი, ცუდი სტარტის შემდეგ თუ გიორგი ფევადიშვილი შეძლებს რომ ადაპტირდეს და შეძლებს უპირატესობას მოპოვება, ეს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს მის შესაძლებლობებს. ფევადის ხელში ზუსტად ეგეთი ბრძოლია, რომ შეუძლია ადაპტირება, ნოკდაუნები არ აშინებს, ბრძოლას აგრძელებს ბოლომდე და ხო, ადაპტირდება, ჭკუას აყოლებს. სულაბერიძე ისევ ატანძელებს შეტევას და კიდევ ყოველ შეტევაზე მარცხინა მუხი გაუტარა. მე მგონი სამი შეტევიდან ნოკდაუნის შემდეგ ორში ბოლო ხუთი დარტყმა გაუტარა. და სისხლიც მოსდის აგერ ფევადაშვილს ცხვირიდან. აუცილებლად უნდა შევაქოთ ასე სულაბერიძის ხასიათი, როდესაც ის თითქოს ივიწყებს მის ოპონენტის სტატუსს და ის ყოველთვის ცდილობს, რომ დამაჯერებლად დაუდგეს მებრძოლს და არ შეთავაზოს შეღავათიანი ორთაბრძოლა. თითქოს ფევადა ცდილობს, არ ვიცი, გეგმავს უფრო გამძლეობაზე მუშაობას, აი კიდე დარტყმები გაუტარა. არ ხდება ხო რა თქმა უნდა ფევადა, მაგრამ კულებს რა თქმა უნდა ამ მომენტში სულაბერიძე იყოს. და თითქოს ფევადას თავში გეგმა არის, რომ დაღალოს მოწინააღმდეგე ან ერთი ნოკაუტის დარტყმა უპოვოს. აი კიდე ძალიან მაგარი ჰუკებით შეტევა სულაბერიძეს და ტანში მარჯვენათი დაიწყო, შვენიერია. თავი ბიჭო. კალაპერკოტი იყო ბოლოს.